მოგესალმებით, ქალბატონო ანა, მადლობა ამ ინტერესისთვის მივესალმები მაყურებელს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ძალიან. და ველოდებოდი, იმიტომ რომ ლოგიკა თავისას აუცილებლად კარნახობს და ეს ლოგიკა მათ შორის პროცესების, რომელიც პირველ რიგში გამოიხატა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესებით, რაც იყო უდაოდ, აი პირველი ძლიერი და მართლაც კლანისთვის შოკის მომგვრელი გადაწყვეტილება, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ მიიღეს შესაბამისი უკვე რაც უნდა ყოფილიყო შემოხვედრილი ნაბიჯები, უნდა დაეტოვებინათ სასამართლო სისტემა. ამის მიუხედავად და ამით სხვა შორის დარტყმის ქვეშ დააყენეს არა მხოლოდ თავისი გადაწყვეტილებები, რასაც იღებენ, არამედ ყველა გადაწყვეტილება, სადაც სასამართლოში ეს პირები არიან გავლენის მატარებლები, ეჭვის ქვეშ დააყენეს ყველა გადაწყვეტილება. ბრიტანეთი ხო, ჩემი პირადი ამბავიაო, გახსოვთ ხო, ეკა რა ტიპის გამოხმაურება იყო და განზოგადების კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ, იყო ახლა ჩინჩალაძის კომენტარი არ გვინახავს, მაგრამ რასაც საუბრობდა მურუსიძე, იქედან ასეთი იყო დასკვნა, რომ ის ცდილობდა ეთქვა, რომ ეს მემეხება და რა შუაშია აქ ზოგადად სისტემა და ასე შემდეგ. ანუ რეალურად რა ტიპის გზავნილია ეკა, აი სხვებისთვის ამას არ ვიტყვი, ეს გასაგებია, მაგრამ აი სხვა შტოზე რის თქმა შეგიძლია. აი ქართული ოცნება, რომელიც ახლა ამ პროცესს უყურებს, აი რა ტიპის დასკვნას შეიძლება აკეთებდეს, რომ მეც მომიახლოვდა. იქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დასანქცირებულია, მაგრამ მთავარი სამიზნე ხო ივანიშვილი უნდა იყოს წესით. თუ პროცესების სწორად შეფასებაზე ვლაპარაკობთ და ხელმძღვანელი პირის გამოკვეთაზე, ხომ? ეს გადაწყვეტილება შეიძლება უფრო მტკივნეულიც იყოს და თავისი მნიშვნელობით უფრო მეტი შედეგის მომცემი, ვიდრე საკუთრივ ივანიშვილის სანქციების გაგრძელება და რატომ? ბიძინა ივანიშვილი ახლა ცალკე აღებული პიროვნება თუ არ ექნება მას ეს ბერკეტები, როგორიც არის პირველ რიგში სასამართლო, ხო? და შემდეგ პოლიციური რეპრესიული სისტემა. რას იზამს? რას იზამს? ვერაფერს ვერ იზამს. მხოლოდ ფული, ახლა ეს ფინანსური შესაძლებლობები მას ყოველთვის ჰქონდა წინა ხელისუფლების დროსაც, მაგრამ არ ჰქონდა ეს გავლენები. მათ შორის სასამართლოზე და სასამართლოზე ყველა ხელისუფლებას უნდოდა ყველა დროში ამ გავლენის მოპოვება. რატომ? იმიტომ რომ მისი ხელით კეთდება ყველაზე მძიმე საქმე, ცუდი საქმე, ბოროტი საქმე და პოლიტიკური მიზანი ამით სრულდება. არჩევნები სასამართლოდ იყალბდება და შემდეგ უკვე სუსი და ეს მთლიან სისტემა რომელიც ამას ემსახურება, მაგრამ არაგვერიოს იერარქია, რომელიც ხშირად ერევა სხვათა შორის და ძალიან მკვეთრად ხვდება ყურს, როდესაც ერთ რანგში აყენებენ პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, რაღაცა თვითმმართველობა, არ არის ეს ერთი და იგივე რანგის და სიმძიმის მექანიზმი და იერარქი. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ არის სასამართლო. რატომ? იმიტომ რომ მას ყველაზე დიდი ძალა აქვს. რატომ ეს ორი ადამიანი? რა შემთხვევითია რომ გამოარჩიეს? მაშინ პერსონალურად ყველა იმ მოსამართლეს დაუწესებდნენ, თუმცა იქამდეც მივა სანქციები. ვინც ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს ყოველდღიურად, მაგრამ რატომ ეს ორი? იმიტომ რომ მათ აქვს ყველაზე დიდი გავლენა იმ კლანური მართლობის მოდელში, რომელიც ჩამოაყალიბეს და ეს იცის უკვე ცივილიზებულმა დემოკრატიულმა სამყარომ. ეკა თქვენ ახსენეთ, რომ ჯერ კიდევ ამერიკის სანქციების ყველაზე ძლიერი ბერკეტები. ანუ ის ეყრდნობა სასამართლო სისტემას და ანუ გასაგებად რომ ვთქვათ, ეხლა ბრიტანეთი მას უსანქცირებს ერთგულ მსახურებს, ანუ ასე უნდა შევაფასოთ. კარგი. თქვენ თქვით რომ ამერიკის სანქციების მერე უნდა გასულიყვნენ სისტემიდან მურუსიძე და ჩინჩალაძე, მაგრამ ისინი არათუ გავიდნენ სისტემიდან, შემდეგ ვნახეთ როგორ განვითარდა მოვლენები და ეხლა რაც ხდება სასამართლოში და რეალურად სხვა შტო გადაეფარა სასამართლო ხელისუფლებას, ხო? და ბოლომდე დაიცვეს ისინი და გახსოვთ რა ტიპის განცხადებების კეთდებოდა. აი რა იქნება ეხლა, აი რატომ არის ეს სიგნალი ივანიშვილისთვის ეკა? და თუ ივანიშვილისთვის სიგნალია, მაშინ რატომ არა თავად ივანიშვილი? თუ აი სწორად როგორ უნდა შეფასდეს არსებული სურათი, ხო? იმიტომ რომ საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში არის მოლოდინი, რომ აი მუდმივად არის საუბარი სანქციებზე, ის რომ ეს მიდის ამაზე მუშაობა, არავინ იცის ვინ სანქცირდება და ასე შემდეგ.
შემდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი მოლოდინი მაინც პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მიმართ არის. მე მესმის თქვენ რასაც ამბობთ, მაგრამ აი ვუპასუხოთ საზოგადოების იმ ნაწილსაც, ვინც ფიქრობს, რომ რატომ არ არის არწმუნო იგივე მრავალი ქვეყნისთვის, რომ სწორედ ივანიშვილია ამ ყველაფრის სათავეში და არა ერთ-ერთი რომელიმე მოსამართლე. მე კარგად მესმის თქვენი კითხვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მოდით აი უფრო გავამარტივოთ ეს თემა. მურუსიძისთვის, ჩინჩალაძისთვის ამ სანქციების დაწესება უფრო ძლიერი დარტყმა, ვიდრე კობახიძე რო და თუმცა ისიც დასანქცირებულია. ან არ ვიცი რომელიმე წევრი მთავრობის, ან მთელი პარლამენტი. უფრო ძლიერია. რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, ეხლა სასამართლო პროცესიდან მოვდივარ, აი ეს წამია შემოვედი, ეხლა დამთავრდა ანდრო ჭეჭენაძის და სხვათა სასამართლო გადაიდო პროცესი. და იქ კიდე სხვა პროცესებია. ყოველ დღე ვარ სასამართლოებში. დღეს რეპრესიული სისტემა გამოხატული არის სასამართლო დარბაზებში ამოსამართლეების ხელით. და სწორედ იქ ხდება ეხლა ამ სანქციების მიმართება. ეს არ არის შემთხვევითი. მე არ ვხედავ აქ, რომ აი ესე, მოდი ეხლა ესე არ არის. არა, ზუსტად ყველაზე ძლიერი მექანიზმი სადაც აქვს ეხლა რეპრესიულ სისტემას, რომელთაც ადამიანებს ჩაგრავს, პროცესებზე დაატარებს, აპატიმრებს, დილეგში აგდებს, უსამართლოდ ექცევა, უკანონო განაჩენები გამოაქვს, ზუსტად იქ აკეთებს მიმართება სანქციების, რომ ეფექტი იქ გქონდეს და აქვს, თქვენ არ იფიქროთ, რომ ესე რომ თითქოს არ ჩანს ესე რაღაცა ძალიან მკაფიოდ ეს არ მოქმედებდეს შიდა რყევებზე და ეს საკადრო ცვლილებებიც ამის ხალატულებაა. მოსამართლეებისთვის, როდესაც მის ლიდერებს, როგორც ისინი თავის თავს უწოდებენ, უსანქცირებენ, თან დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპული ქვეყნები, ეს ხო ნიშნავს, რომ იზოლაციაში აქცევენ. ეს ხო ნიშნავს, ეს ხო არ არის ერთჯერადი აქტი, ეს რჩება, ეს არის გრძელვადიანი წნეხი იმისთვის, რომ გააჩეროს ეს რეპრესიული სისტემა, არადემოკრატიულ მმართველობას ხმა არაფერი არ ესმის იმაზე კარგად, ვიდრე ეს სანქციებია. ეს არ არის მხოლოდ რომ იმ ქვეყანაში ვერ შევლენ. ეს არის ბევრი სხვა შეზღუდვა. ამიტომ ძალიან სწორად არის მიმართული ეს სანქციები, იმიტომ რომ თუ ამ რეპრესიებს გამოაცლის ხელიდან ცივილიზებული სამყარო ამ ძალადობრივ რეჟიმს არაფერი არ დარჩება. აბა კობახიძე კი არ გამოგვეკიდება ხა ქუჩაში სადაგ მაგის და რომ დაგვინახოს, გაიგიცება დაიმალება. ამათი იმედი აქვს, ანა, ამათი. ეკა სტრასბურგის ნაწილში აქვს ამას ეფექტი, იმიტომ რომ თქვენ იქამდე ჭიჭინაძის საქმე ახსენეთ, რომ თქვენი საჩივარი შევიდა ასევე როგორც ცნობილია და მას დარეგისტრირდა და ნომერიც აქვს მინიჭებული. აი ამ ნაწილში რისი თქმა შეგიძლიათ, იმიტომ რომ მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი და აქტივისტის და ასე შემდეგ საშუალს ხედავს სწორედ სტრასბურგის ნაწილში, ხო რომ საბოლოოდ იქ მოხდება ამ საკითხების გადაწყვეტა უსამართლო სასამართლოს შემთხვევაში. აი ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ, აი ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და რატოა მნიშვნელოვანი? ჯერ ერთი ეს პირველი საქმეა, ეხა აი პოლიტიკური ძევლებიდან ვისით ჩვენ გავაგზავნეთ, ეს ხო ანდრო ჭეჭენაძის საქმე, მეც პირადად ვარ ჩართული ამ საჩივრის გაგზავნაში და 3 დღეში საჩივრის შესვლიდან მივიღეთ ჩვენ პირველი ეტაპის და პირველი მთავარი და მნიშვნელოვანი ეტაპია გადალახვის, წარმატებით გადალახვის და საქმეზე განხილვის დაწყების დადასტურება. 3 დღეში 14 მარტს შევიდა და 17-ში უკვე გამოიგზავნა იქედან ეს დადასტურება, რაც ბევრი რამის მანიშნებელია. კიდევ ერთ ხაზს გავავლებ. თქვენ გახსოვთ სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეა, რომლის წევრიც ვიყავი 7 წლის განმავლობაში, მიიღო რეზოლუცია, ერთ-ერთი ბოლო რეზოლუცია, სადაც თქვა, რომ აპრილამდე გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები და გადაწყვეტეთ არჩევნების საკითხი. ესეთი მკაფიო, ესეთი პირდაპირი და თან პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის გამოყენება სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ეს არის მოუწევს ამის გათვალისწინება, ეკა ამის თქმა გინდათ აქამდე ერთმანეთთან კავშირშია, იმიტომ რომ ერთმანეთთან კავშირშია ეს განწყობა
უზრუნველყოფა. ეხლა მე ძალიან ფრთხილად ვსაუბრობ, რადგან ეს სტრასბურგის სასამართლოს ეხება და ამ ნაწილში ვარჩევ სიტყვებს, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ფაქიზად გასავლელი, მაგრამ რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციას სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური კომიტეტი, რომელშიც ასევე ვიყავი წლების განმავლობაში, ახდენს მონიტორინგს. ამიტომ ერთმანეთთან კავშირშია უყურებს ამ პროცესს სასამართლო. იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანია მონაწილე ქვეყნების მართსაჯულება პოლიტიკური ინსტრუმენტია თუ სამართალი ხორციელდება. ამიტომ იყო ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი და გამიხარდა რომ გაუხარდათ პირველ რიგში ანდრო ძალიან გაუხარდა და მე სხვებსაც ძალიან გაუხარდათ იქ ვიყავ დარბაზში და ამიტომ ეს ემოციაც მინდოდა რომ გამეზიარებინა. მადლობა. დიდი მადლობა ეკა, დაგემშვიდობები. ეკა ბესელია საუბრობდა ჩვენს ეთერში 5 საათზე ახალი ამბების